გამარჯობა. ისტორიკოსები და არქეოლოგები ამბობენ, რომ შულავერისა და მტკვარ არაქსის კულტურების კუთვნილება ჩვენთვის უცნობიაო, ჩვენთვის კი ცნობილი გახდა. ყველაფერ ამას დავადასტურებ თეიმურაზ ბატონიშვილის ცნობებზე დაყრდნობით. ქართველური ეთნოსის ჩამოყალიბების, რომლის ეთნარქიც იყო ქართლოსი და ქართული სახელმწიფოს შექმნის ძველი წელთაღრიცხვის 21-ვე საუკუნე მართებულობას ისტორიული წყაროებისა და არქეოლოგიური არტეფაქტების მიხედვით, ასევე დაბადების ტექსტებთან მათ თავსებადობას. ანუ გამმეორდეთ, ქართველური ეთნოსის დამფუძნებელი მამა გახდათ ქართლოსი, ვინც არარატისა და მასისის მთიანეთიდან, რომლის მამაც იყო თარგამოსი, თავის 6 ძმასთან ერთად შემოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე ძველი წელთაღრიცხვის 2723 წელს. ამაზე ვიდეოები ჩაწერილი გვაქვს. თხოვთ ნახოთ. თეიმურაზ ბატონიშვილის მიხედვით ქრონიკონით მე-6 მოქცევის 221-ში. აითვისეს მთელი კავკასია და დაარსეს ქართული სახელმწიფო, სადაც საუბრობდნენ იმავე ენაზეო, ამბობს ბატონიშვილი, რომელზეც ჩვენ საუბრობთო. ანუ ქართულად, თუმცა მცირედი სახესხვაობით თანამედროვე ქართულთან მიმართებით, რა თქმა უნდა. აქვე გავიხსენოთ, რომ თანამედროვე სამხრეთ კავკასიაში განსახლებული არც ერთი სხვა ეთნოსი იმ ეპოქაში გარდა თარგამოსიანებისა არ იყო წარმოდგენილი. ისინი რამოდენიმე 1000 წლეულით გვიან ჩამოყალიბდნენ სხვა ტერიტორიებზე და დაპყრობითი ომების შედეგად განსახლდნენ აღნიშნულ მიწებზე, ანუ სამხრეთ კავკასიაში. იმასაც შეგახსენებთ, რომ ჰაოსი უფროსი ძმა ქართლოსისა, რომელიც დარჩა მამასთან თარგამოსთან ერთად არარატისა და მასისის მთიანეთის ტერიტორიაზე, არ წარმოადგენდა არმენთა ეთნარქს და მან სათავე დაუდო ჰათების სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, ჰათების ეთნიკურ ხალხსაც. ამაზეც არის გენეტიკური კვლევები და ჩაწერილი გვაქვს ვიდეოც. დავადასტურებთ იმასაც, რომ ქართლოსი ნამდვილად იყო რეალური პიროვნება და ის არ წარმოადგენდა ლეგენდარულ თუ ზღაპრის გმირს. როგორადაც იგი შემოგვასაღეს საბჭოთა ეპოქის ისტორიკოსებმა და დღემდე ცდილობენ თავიანთი სიყალბის გამართლებას, რადგან ამ საკითხზე მათ დაცული აქვთ დისერტაციები, მიღებული აქვთ ჯინჯილები და წოდებები. მათზე ალბათ არ ძღის საუბარი. დავიწყოთ წარღვნის შემდგომი პერიოდით. წარღვნის შემდგომ ნოე და მისი სახლეული გადმოვიდა კიდობნიდან და ალბათობის მაღალი სტანდარტით განსახლდა ანატოლიაში და სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე, კერძოდ თანამედროვე მარნეულ საგარეჯოს არეალში, რადგან მან დაიწყო ვაზის მოშენება და ღვინის დაწურვა. დაიწყო ნოემ კაცმა საქმე და დაასხა ვენახი და სვა ღვინისაგან და დაითრო. გავიხსენოთ ამ არეალში აღმოჩენილი უძველესი ვაზის წიბწები. ამაზეც გვაქვს ვიდეოები ჩაწერილი, რომელთა ასაკი ემთხვევა აღნიშნულ პერიოდს, ნოეს პერიოდს. მაშასადამე ნოე და მისი შვილები სემი, ქამი და იაფეთიც ამ ტერიტორიაზე განსახლდებოდნენ. ამიტომ რაღაც არქეოლოგიური არტეფაქტი აუცილებლად იარსებებდა და უნდა მოგვეძია. ამასთან ნოეს მოდგმის ერთი ნაწილი განსახლდა შუამდინარეთის აუზში. სავარაუდოდ იაფეთის მოდგმა, რადგან დიდი მსგავსებაა შუმერულ და ქართულ ენებს შორის. თუმცა მეცნიერთა ერთი ნაწილი თვლის, რომ მხოლოდ ლინგვისტური მსგავსება არასაკმარისია დასკვნებისთვის ერთიანი წარმოშობის თაობაზე. ოღონდ ეს კაპრიზი მხოლოდ იმისთვისაა მოგონილი, რათა როგორმე არ დაფიქსირდნენ კაცობრიობის ცივილიზაციის ერთ-ერთ ფუძემდებლად ქართველები. დაგვერწმუნდეთ, ჩვენ ვამბობთ სიმართლეს და ეს დავადასტურეთ ისტორიული წყაროებისა და არქეოლოგიური არტეფაქტების წარმოდგენით. ზერელი ან ზოგადი სჯელობა ხომ არ გქონია, ყველაფერზე დავდეთ შესაბამისი ფაქტი და მიუთითეთ ისტორიული წყარო, რომლებსაც თავად ის უნამუსო ისტორიკოსებიც
ეყრდნობიან მაშინ როცა სჭირდება როცა არ სჭირდებათ უარყოფენ თუ რატომ ფიქრობ ჩვენ ასე ამის შესახებ გაგვაჩნია არგუმენტები წინა ვიდეოებში საუბრობთ ამ საკითხებზე და ავხსენით კიდეც როცა მოგაწოდეთ ინფორმაცია თარგამოსისა და მისი შვილების არარატისა და მასისის მთიანეთში განსახლების თაობაზე ნებროთის მიერ გოდლის მშენებლობაზე აი გაჩვენეთ ეს ვიდეოც იორის ხეობაში თვლით რომ ეს უნდა იყოს გოდოლი აქ არის შენობა ნაგებობები და ქალაქის ნაშთები გოდლის მშენებლობასთან დაკავშირებით ისიც თქვით რომ მიქაელ ანგელოზის პირით უფალმა ნებროთს უმბრძანა მისი აშენებული ქალაქის დატოვება რომელიც ახლოს მდებარეობდა სამოთხესთან რადგან მდინარე იორს გამოჰქონდა იქიდან მისი სურნელი ეს ამბავი შეიძლება მამანთ ზღაპრად ეჩვენოთ მაგრამ დაგვერწმუნეთ არ არის ასე მარტივად საქმე გავაგრძელოთ საუბრობდით ნოეს განსახლებაზე მივაკვლიეთ აი რას თანამედროვე დათარიღების მიხედვით ამ ფაქტს შეესაბამება გადაჭრილი გორის სახელით ცნობილი კულტურა ანუ შულავერის კულტურა იგი არსებობდა გვიან ნეოლითის პერიოდში საქართველოს ტერიტორიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე ათასწლეულიდან ძველი წელთაღრიცხვის მესამე ათასწლეულის დასაწყისამდე ანუ მეხუთე მეოთხე ათასწლეულებში ამ საკითხს ჩაუღმავდეთ კარგად მაშასადმე შულავერის კულტურა იყო წარღვნის შემდგომი პერიოდის კულტურა რომელიც სათავეს იღებდა ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე ათასწლეულიდან გაქრობის პერიოდად კი მიჩნეულია ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე ათასწლეულის ბოლო რა თქმა უნდა მცირედი ცდომილებით ვიცით რომ წარღვნა მოხდა დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის მეექვსე ათასწლეულის შუახანებში ამერიკელმა გეოლოგებმა კოლუმბიის უნივერსიტეტიდან 1998 წელს წარღვნის შესახებ კვლევა გამოაქვეყნეს მათი ვარაუდით ბოსფორის სრუტის კლდოვანი მასივი ხმელთაშუა ზღვიდან მოვარდნილ წყალმა გაარღვია რომელიც წარმოიშვა მსოფლიო ოკეანეების აწევის შედეგად რადგან რამოდენიმე ათასწლეულის მანძილზე მთათა სისტემების ყინულის მასა გადნა და დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვის 5600 წელს შავ ზღვაში ჩაიღვარა დააკვირდით ქართული დასაბამითგან სოფლისაც ხომ ამ თარიღს ეფუძნება ძველი წელთაღრიცხვის 5604 წელს ანუ წარღვნის პერიოდს დაიტბორა რამოდენიმე 10,000 კვადრატული კილომეტრი ხმელეთის ნაწილი განადგურდა ყველა სურდგუნი ჰქონდათ საბჭოთა მეცნიერებს ასეთი თეორია ასევე უცხოელებსაც სხვათა შორის მაგალითად თუ ერთმანეთის იდენტური 5 ასო ნიშანი წარმოდგენილი იყო ორ ან რამოდენიმე ენაში ეს თურმე დამთხევა უნდა ჩათვლილიყო მხოლოდ მეექვსე შემთხვევაში ითვლებოდა კანონზომიერებად ანუ ერთიანი წარმოშობის ასო ნიშნებად ხომ ხვდებით ამ სისულელის სრულ აბსურდულობას სწორედ ამ დამთხეულთა თეორიით გვარწმუნებენ გამყალბებელი მეცნიერები მათ შორის უცხოელებიც რომ შუმერული და ქართული სიტყვები გაჭრილი ვაშლივით კი გავს ერთმანეთსო მაგრამ მათ შორის ლინგვისტური კავშირის დადგენა შეუძლებელია ალბათ ესეც დამთხევა წარღვნის შესახებ ამერიკელთა თეორიას მოწინააღმდეგებიც ჰყავს ეს უნდა ითქვას ოღონდ მათი არგუმენტები მხოლოდ ლაი-ლაია და სხვა არაფერი რაც ჭეშმარიტებას გამორიცხავს ესე იგი შულავერის კულტურა მიეკუთვნება ნოეს კულტურის ჩასახვის პერიოდს ვაზის გაშენება მოვლა ღვინის დაყენება და ასე შემდეგ მთელი საწარმოო ციკლია ამიტომ თვლით მას ნოეს კულტურად აქაც როგორ ფიქრობთ აღმოჩენილი ყურძნის წიბწები და ნოეს მიერ ღვინის დაყენება ერთ და იგივე ტერიტორიაზე დამთხევაა
ამის შემდეგ ამავე ტერიტორიაზე საარსებო არეალის დიაპაზონის გარკვეული ცვლილებით არსებობას იწყებს მტკვარ-არაქსის კულტურა, ანუ ძველი წელთაღრიცხვის მე-4 ათასწლეულისა, რაც ემთხვევა შულავერის კულტურის დასასრულის პერიოდს, ხოლო მისი გაქრობის თარიღად მიიჩნევა ძველი წელთაღრიცხვის 2700-2600 წლები. გავიხსენოთ, ამ წლებში შემოვიდა ქართლოსი იორის ხეობაში ძველი წელთაღრიცხვის 2723 წელს. რა მოხდა შემდგომ ქვემოთ მოგახსენებთ. ალბათ იმათი აზრით ესეც დამთხოვა. ესე იგი, შულავერის კულტურის არსებობის პერიოდია ძველი წელთაღრიცხვის მე-5-მე-4 ათასწლეულები, ხოლო მტკვარ-არაქსისა კი მე-4 ათასწლეული და დასასრული მე-3 ათასწლეულის პირველი ნახევარი, ანუ ძველი წელთაღრიცხვის 2700 წელი. ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდა. მაშასადამე შულავერის კულტურას, ანუ ნოეს კულტურას, ძველი წელთაღრიცხვის მე-4 ათასწლეულიდან ენაცვლება მტკვარ-არაქსის კულტურა, რომელიც წარმოდგენილია სამივე ძმის ერთიანი კულტურით. ამის საუკეთესო მტკიცებულებაა ეთნოსთა თანამედროვე გენეტიკური კვლევების შედეგები. იმ ეპოქის დნმ-ის ანალიზმა ინფორმაცია მოგვაწოდა მტკვარ-არაქსის კულტურასთან დაკავშირებული ინდივიდების გენეტიკური შემადგენლობის შესახებ. მტკვარ-არაქსის ინდივიდებში იდენტიფიცირებული Y ქრომოსომის ჰაპლოჯგუფები მოიცავს G2-BS, JCTS 1460, X2, JZ 1842 და R1B1M 415 და ასე შემდეგ, რაც ასახავს ღრმა ახლო აღმოსავლური და კავკასიური წარმოშობის შტოების ნაზავს. მიტოქონდრიალური დნმ-ის ანალიზი მიუთითებს დედის მრავალფეროვან შტოებზე, მათ შორის ჰაპლოჯგუფებში A-ში, H1U, K3, N1B1A, R1A1 და ასე შემდეგ, T2A-ში, U1A1 და სხვა. ეს ჰაპლოჯგუფები მიუთითებს მტკვარ-არაქსის პოპულაციებსა და მეზობელ რეგიონებს შორის გენეტიკურ კავშირზე, როგორიცაა ანატოლია, ახლო აღმოსავლეთი და კავკასია. ესეც დამთხოვაა. მაშასადამე ყველაფერს ერთად მოუყაროთ თავი და ვთქვათ ასე. შულავერის კულტურა არის ნოეს კულტურა. ამავე პერიოდში მისი შვილი იაფეთი თავისი მოდგმის გარკვეული ნაწილით, რა თქმა უნდა, ნაწილი დარჩებოდა ადგილზე, მიდის განსასახლებლად შუამდინარეთში და იქ ძველი წელთაღრიცხვის მე-4 ათასწლეულისთვის საფუძველს უყრის შუმერულ კულტურას, ხოლო სემიტს ტოვებს მამისეულ კერას და ისიც გადაადგილდება სხვა მიმართულებით. ანატოლიაში კი რჩება ქამი და მისი შთამომავლები. აარსებენ ბიბლიურ ქუშის ქვეყანას. მოგეხსენებათ, ქუში ქამისზე იყო. ამაზეც გვაქვს ვიდეოები ჩაწერილი და გთხოვთ უყუროთ, რომელიც შეესაბამება მტკვარ-არაქსის კულტურას, ანუ ისტორიული ფაქტებით ეს პროცესები დასტურდება, რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ. ამის შემდეგ თარგამოსი იაფეთის მოდგმიდან გოდლის მშენებლობის პერიოდისთვის, რომელსაც იორის ხეობაში აშენებს ნებროთი და ეს წარმოდგენილი გვაქვს ჩვენ, აი აგერ თვითონ ეს უნდა იყოს გოდლოვილი და ეს არის ქალაქი შენობა ნაგებობებით მის მახლობლად აშენებს ნებროთი. ბრუნდება მამისეულ მიწაზე თარგამოსი არატატისა და მასისის მთიანეთის რეგიონში, ანუ მტკვარ-არაქსის აუზში, ხოლო ძველი წელთაღრიცხვის 2723 წელს ქართლოში შედის იორის ხეობაში და საკუთარ კულტურას აარსებს, რითაც ასრულებს მტკვარ-არაქსის კულტურის
არსებობას ჩნდება თრიალეთის კულტურა. თრიალეთის კულტურა წარმოიშვა საქართველოს ტერიტორიაზე შეგნებულად არ ვამბობ თანამედროვე საქართველოს ტერიტორიას, რადგან ამ დროისთვის უკვე დაარსებული იყო ქართული სახელმწიფო კასპიის ზღვიდან ვიდრე შავ ზღვამდე. ბრინჯაოს ხანის ეს კულტურა ძველი წელთაღრიცხვის მესამე ათასწლეულის ბოლოსა და მეორე ათასწლეულის დასაწყისის შორის აყვავდა ამ პერიოდში, რაც სამხრეთ კავკასიაში სოციალურ, კულტურული და ტექნოლოგიური განვითარების მნიშვნელოვან ფაზას წარმოადგენდა. ის წარმოიშვა იმ ტერიტორიებზე, რომლებიც ადრე მტკვარ არაქსის კულტურით იყო დასახლებული, რაც მნიშვნელოვან კულტურულ და მატერიალურ გარდამავალ პერიოდს წარმოადგენს, რომელიც მოიცავს მეტალურგიის, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის დაკრძალვის რიტუალებს და სოციალური იერარქიის ჩამოყალიბების პროცესებს. ალბათ ესეც დამთხევა ყოფილა იმათი აზრით. მაშასადამე დავადგინეთ, რომ შულავერის კულტურა არის ნოეს კულტურა. დასასრული ძველი წელთაღრიცხვის მეოთხე ათასწლეული, ხოლო მტკვარ არაქსისა კი ქამის მოდგმისა. დასასრული ძველი წელთაღრიცხვის 2007 წელი, ანუ მესამე ათასწლეულის დასაწყისი. ამიტომაც განსხვავდებოდა იგი თრიალეთის კულტურისაგან, რომელიც ქართულია და წარმოიშვა მის შემდგომ ძველი წელთაღრიცხვის 2007 წელს. გთხოვთ უყუროთ ახლა ჩვენს ვიდეოებს, გამოიწეროთ ჩვენი არხი და ამით სტიმული მოგცეთ, რომ კიდევ შემდგომ გავაგრძელოთ ვიდეოების ჩაწერა და საინტერესო ამბების მოთხრობა საქართველოს გაყალბებულ ისტორიაზე. დიდი მადლობა.